განახლებაა და შალო პაპუაშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა. ზოგიერთი ფრონტის ლიდერის 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის წინააღმდეგ ბრიუსელის მუხარის ფონზე ძნელია არ გაიხსენო აგვისტოს ომი და რამოდენიმე დღეში 2010 წლის 9 მაისზე წითელი მოედანი რუსეთის პრეზიდენტს ხედ-რუსალამს აძლევენ უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის შეერაღებული ძალები. და შეფასება მეინტერესებს თქვენი შალო პაპუაშვილისა და კრემლის პროპაგანდა, რომელიც ხონეც ემთხვევა, რას ნიშნავს ეს განცხადება პაპუაშვილის მხრიდან და ხომ არ არის ეს იმის წინაპირობა, რომ გონზადებენ იმისთვის, რომ 9 აპრილს ჩავლან. მაისს ჩვენ და პირადად მე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავავრცელეთ ეს ინფორმაცია, რომ 9 მაისს რუსეთის ფედერაცია არის დაინტერესებული, რომ ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც თავს აცხადებს საქართველოს პრეზიდენტად, დაესწროს წითელ მოედანზე პუტინის მიერ ჩატარებულ სისხლიან აღლუმს. ჯერ საინტერესოა საერთოდ რატო ნერვიულობს ბატონი პაპუაშვილი, ვინ ჩავა და ვინ არ ჩავა მოსკოვში. ეს მისი საქმე რატოა? ვინ დაესწრება პუტინის სისხლიან პარადს, იმიტომ რომ ეს აღლუმი არ არის, პარადი არის და ზუსტად ამ სიტყვით უნდა იქნეს მოხსენიებული, მაგრამ ქართული ოცნების მხრიდან არაფერი არ არის საერთოდ გასაკვირი. ისინი ყოველდღიურად ტესტავენ ჩვენი საზოგადოების ეროვნულ თავმოყარეობას 9 აპრილზე საუბრით და იმის თქმით, რომ ეს თურმე უკრაინელებს და ბალტიისპირელებს მოუწყვიათ. ის რომ გიორგი ანწუხელიძის სახელი მათი სახსენებელი გახდა საერთოდ, რომ თითქოს PR შეეწირა. და ესე ამოწმებენ 9 აპრილს ნახეს, რომ მემორიალთან ვერ მოვიდნენ და დაფიქრდნენ 9 მაისს თუ კი მათი წარმომადგენელი იდგება პუტინის გვერდით, რა შეიძლება მოხდეს თბილისის ქუჩებში. ამიტომ მე ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ ერთია ქართული ოცნება რაზეა წამსვლელი, მაგრამ მეორე არის ჩვენ რისი დამპირისპირებლები ვართ. არ უნდა დაუშვათ ქვეყნის ეროვნული ღალატი ამ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არავით არის სიმპათია არ მაქვს ქართული ოცნების წინაშე, მაგრამ მაინც უმძიმესი იქნება თუნდაც არალეგიტიმური ხელისუფლების დასწრება 9 მაისის ღონისძიებაზე და ამაში მე მგონი ყველა დამითანხმება, მათ შორის ვინც დღეს ახლა აქ შეკრებილები ვართ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გიყავთ, თქვენ გაქვთ მხოლოდ ღია პოზიცია, რომ არ მიიღებთ მონაწილეობას, ეს კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ რატომ და ამასთან ერთად სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ აფიქსირებენ ამ დრომდე რას აპირებენ. მათთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვთ? არის თუ არა ოპოზიციაში ამ საკითხთან დაკავშირებით გაუკვებლობა დაპირისპირება, იმიტომ რომ ისინი ვერ ამბობენ. აი დღესაც დასტურდება, რომ ხელისუფლება, რომელიც ნერვიულობს 9 მაისის ღონისძიებაზე, რომელი ევროპული სახელმწიფო დაესწრება თუ არ დაესწრება და ვინ იქნებიან პუტინის ვახშმის სტუმრები. მათ მიერ ჩატარებულ რა არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. აი ამაზე გადაჭრით პასუხი უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს გადაჭრით პასუხი, რომ არსებულ სტატუს კვოში, სადაც აი ეს პირები ატარებენ არჩევნებს, სადაც ცესკო ეკუთვნის მათ, სადაც მიდის რეპრესიები მედიის, აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების მიმართულებით, სადაც ყოველდღიურად ბრალს დებენ 2008 წლის ომში საქართველოს, სადაც ვერ ადგენენ 9 აპრილი ვინ მოაწყო, სადაც ვერ იგებენ გიორგი ანწუხელიძე რა შეეწირა. ამ ხალხთან ერთად რა არჩევნებში გადიან? აი ამ ხალხის ადმინისტრირებული არჩევნები რა იქნება? 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება მასთან შედარებით 3-4, რასაც მოაწყობენ თვითმმართველობის არჩევნებზე. არავით არის მუხრუჭი არა ქართულ ოცნებას და ეს თუ არ შეიცვალა, ეხლა ვისაც სისტემური ოპოზიციობა უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი აი როგორც დეკორაცია გააფორმოს და რაღაცა საკრებულოებში კუთხეში მიაგდონ, კი ბატონო, მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ვერავინ ვერ მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ამ კრიზისის ავტორი არც ნაციონალური მოძრაობაა და არც ის პარტიები არ არის და არც ალვინო ზურაბიშვილი. ამ კრიზისის ავტორი არის ერთი მხრივ ბიძინა ივანიშვილი და მეორე მხრივ ქართველი ხალხი, რომელიც რუსთაველის გამზირზე. იმ ხალხს არ უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. აქ პრობლემა ისიც არის, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მთავარი ბერკეტი კიდე კარგი რო არსებობს, არის ქართველი ხალხი, რომელიც ოპოზიციასაც არ მოატყუებიებს თავს. ლელოზე ნაკლებად მაქვს, მე დარწმუნებული ეს არის თითქოს რაღაცა პრაგმატული პოლიტიკური თამაში, რომ მე არ მოგვიწიოს უარის თქმა, ასე შემდეგ რაღაცებს ვისმენთ, მაგრამ ხანდახან ჯობია მკაფიობა, მაშინ მანდატებიც არ უნდა დაეთმო ამ ლოგიკით ოპოზიციას. აი ამ ლოგიკით, რომ აი შეიძლება მერე ვნახოთ და არაფერი რა უნდა ნახოთ. ისინი ელოდებიან რაღაც კონიუნქტურას, რომელიც
ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება და მათი არგუმენტაცია ჩვენთვის ყოველდღიურად უფრო და უფრო გაუგებარია. ლელოსთან დაკავშირებით ნაკლები კითხვის ნიშნები გვაქვს, აი ბატონ გახარიასთან დაკავშირებით უამრავი კითხვის ნიშნებია გაჩენილი. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და თან მოდი პირდაპირ ვთქვათ, ამ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი უნდა გახდეს მსჯელობის საგანი, ხო? მე მგონია რომ გინდა სოციოლოგიურად, გინდა მორალურად, გინდა პრაქტიკულად წარმოუდგენელია იქ მონაწილეობა, ხო? პოლიტიკურადაც. მაგრამ ბატონი გახარია ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილთან და დასავლეთთან რაღაცა გარანტიების მიღების გარეშეც ამბობს, რომ აპირებს მონაწილეობის მიღება. ეს კიდევ უფრო გაუგებარია. აი გახარია რომ ამბობდეს, რომ აი ცესკო შეიცვალოს და შემოვა, კიდე რაღაცას გავიგებდი, მაგრამ მისი პოლიტიკური პარტია ფაქტობრივად ამბობს, რომ აი ამ წესებით, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს, ამით აპირებს მონაწილეობის მიღებას და თუ სისტემური ოპოზიციონერობა უნდა, კი ბატონო, იყოს სისტემური ოპოზიცია, მაგრამ ძალიან გაუჭირდება. კაფეობა ახსენეთ, და საშუალო არის სიცხადე და რატომ არ ეკუთვნით? მე მგონია რომ ეს სიცხადე 31 მარტსვე უნდა დამდგარიყო. და როდესაც პრეტენზია აქვს სალომე ზურაბიშვილს, რომ არის რამის ლიდერი, აი აქ უნდა აიღო მთავარი მედროშეობა ამ საკითხის. იმიტომ რომ როდესაც პარტიების აკრძალვაზე მიდის ქვეყანაში საუბარი, როდესაც საერთოდ არ არსებობს არავითარი წმინდა თემა, რომ ადრე ხო ეგონათ, რომ უი ეს მარტო მიხეილ სააკაშვილს ეხება, უი ნაციონალურ მოძრაობას ეხება. აღმოჩნდა რომ 2008 წლის ომსაც ეხება, გიორგი ანწუხელიძესაც ეხება და 9 აპრილს ეხება საერთოდ. რომ თურმე უკრაინელებს დაუხოციათ 21 ადამიანი რუსთაველის გამზირზე და ამ ვითარებაში, როდესაც ხარ და ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება ძალიან რეალური ხდება. შენი ქმედება უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ეს ვითომ პოლიტიკურ ჩვენ არ ვართ გაეროს მოდელირებაზე. აი ბავშვობაში მიმიღია მონაწილეობა. აქ აღარა ვართ. თუ გაქვს განცდა, რომ ბელარუსზე უარესი ხდებით, თვითმმართველობის არჩევნებზე და კანალიზაციაზე არ უნდა ილაპარაკო კაცმა. ჩვენ სამწუხაროდ შეუძლებელია ჩვენ ამას ვემხრობოდეთ, იმიტომ რომ ყველაზე მეტი თუკი ვიზა ლიბერალიზაციის და ევროპული ინტეგრაციის პროცესში ვინმე ის გაუკეთებია, არის ნაციონალური მოძრაობა და ქართულმა ოცნებამ უბრალოდ ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას. იმიტომ რომ ორ წელიწადში ვერ მოახერხებდა ქართული ოცნება ამის მიღწევას, რაც მათ დახვდათ. ეს იყო გზის გაგრძელება და მაშინ საბედნიეროდ ვერ შეძლო ოცნებამ კურსის ცვლილება, განსხვავებით 13 წლის თავზე რაც ხდება. ამიტომ შეუძლებელია ჩვენ ვემხრობოდეთ 3 მილიონი ქართველის სანქციებას, რომელიც ამ ვიზას და უვიზო მიმოსვლას იყენებს სხვადასხვა დანიშნულებით. ეს იქნება სტუდენტური მოგზაურობა, იქნება ზოგადად ტურისტული მიზანი, იქნება უამრავ ადამიანს ვიცნობ, რომელმაც სიცოცხლე გადაირჩინა სწრაფი გადაადგილებით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებით და ოპერაციის ჩატარებით და კულტურული დაახლოებით და ემიგრაციული ეს ტალღა რაც არსებობს და ოჯახის წევრები უცხოეთში როცა არიან და ოჯახთან კავშირი არ აქვს, ქუთაისის იაფიანი ბილეთების გადაფრენა განმოგწევთ, ამის წინააღმდეგი შეუძლებელი ადამიანი იყო და ამის მომხრე უпростоრად ამ რეგულაციის დაწესების, მაგრამ ევროპას აქვს თავისი კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, რომლებსაც არჩევნები აქვს გაყალბებული. მოდი ევროპული თვალითაც შევხედოთ, ისინი არ თვლიან, რომ ესენსები ხელისუფლება არიან. აღიარება არა აქვთ. და როდესაც ითხოვ ცივილიზებულ სამყაროში ადგილს, შენ არჩევნებს არ უნდა აყალბებდე, ქვეყანაში ავტორიტარიზმს არ უნდა ამყარებდე, იმ დასავლეთს არ უნდა თვლიდე ომის დამწყებად და ქვეყანაში მედიას არ უნდა გუდავდე. ეს მინიმალური სტანდარტია, რომელში არ მეთანხმება ვინმე მითხრას. ჩვენ უახლოეს მომავალში, როდესაც ევროპაში არის დაგეგმილი არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, IPP-ის კონგრესი არის რამდენადაც ვიცი დაგეგმილი, ასევე არის მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება ჩვენ ევროპულ პარტნიორებთან, ჩვენ მხრივ გვექნება დაფიქსირებული პოზიცია, რომ სანქციები გამკაცრდეს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, ვინც ანგრევს ამ ქვეყანას და ეს უკიდურესი ზომა, რაც არის ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება, არ იყოს გამოყენებული. ანუ ქართველები არ უნდა დაისაჯონ ბიძინა ივანიშვილის გამო. ეს არის ცალსახა პოზიცია, რომ უნდა დაისაჯოს ქართული ოცნება მისი წარმომადგენლებით
მაგრამ არ უნდა დავისაჯოთ თითოეული ჩვენგან იმის გამო, რომ ქვეყანაში არის ავტორიტარიზმი. როცა ქართული ოცნების ხელისუფლება იზოლაციაში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი დასნიშნავს. პირველი არ არის. იცით როგორ არის? გენერალური მდივანიც იყო ჩამოსული, რამდენადაც მახსოვს ეუთოს. კი ბატონო, მათ შორის ამაზეც იქნება საუბარი. არ ამგონია რომ ქართულ ოცნებასთან დიდი რამბების სათქმელად იყოს ჩამოსული ესეთი ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორც წესი ჩამოდიან მოლაპარაკებებზე, რომ კიდევ ცადონ ხელისუფლების მობრუნება იმ კრიტიკულ წერტილამდე, რასაც მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება ქვია. გაფრთხილებების მიმღები, შიკრიკები ხშირად ჩამოდიან ამ ქვეყანაში. დიახ, და ბოლო დასკვნა საშინელება ქონდა. თქვენ მხოლოდ ასე ხედავთ ამ ვიზიტს, რომ არა მარტო. ვერ ხედავთ დადებითი მხარეს, მსგავსი შეხვედრები არაერთი ჩატარდა არჩევნების შემდეგ. როცა საუბრობთ, რომ იზოლაციაში მოქცეული არავინ ესაუბრება საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ როგორ აიხსნება მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი? მე ვუყურებ აღიარების პოლიტიკას, ქართული ოცნების ხელისუფლება ვისაყავს აღიარებული, ბოლო უმაღლესი დონის ვიზიტები, რომელ დასალურ წამყვან სახელმწიფოებთან ჰქონდათ. და რაც თავარია, ეუთოსის დასკვნები რაც იყო, პირველი დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა არჩევნების მეორე დღეს, ან მესამე დღეს, თუ სწორად მახსოვს და შემდგომ თვენახევრის თავზე იყო არსებითად განსხვავებული ერთმანეთისგან და ბოლო დასკვნა მიუთითებდა კატასტროფული დარღვევების შესახებ, რომელიც არსებობდა და ლეგიტიმაციის პრობლემა ამით შეექმნა ქართულ ოცნებას. იცით როგორ არის? ოპოზიციის მხრიდან არაერთ არჩევნებზე გაკეთებულა საქართველოში განცხადება, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები იყო, მაგრამ ეუთოს ეს არ აუსახია არც 2020 წელს, არც 2021 წელს და ქართულ ოცნებას არ შექმნია ლეგიტიმაციის პრობლემა, ჩვეულებრივად აგრძელებდნენ როგორც ლეგიტიმური ხელისუფლება ქვეყნის მართვას. 2024-ში ეს აღარ მოხდა 26 ოქტომბერს და ამ სახის წარმომადგენლების ჩამოსვლა მით უმეტეს განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებსაც აქვთ დიდი გავლენა საარჩევნო პროცესის დაკვირვებაზე, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში, როდესაც ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც შეიძლება დაემთხოს თვითმმართველობის არჩევნებს, ის კანონმდებლობა, რაც დღეს ქვეყანაში არის და ის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რამაც ვინც უნდა ჩაატაროს და ადმინისტრირება უნდა მოხდეს ამ არჩევნებს, არის იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე 26 ოქტომბერს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაზეც იქნება საუბარი. გარდა იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგას, რომ მინიმუმ ქართველებმა არ დავკარგოთ ვიზა ლიბერალიზაცია, იმიტომ ამ ყველაფერს ყავს თავის შემოქმედი ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა მისი ოჯახით. და საერთოდ არ აინტერესებს მე და თქვენ უვიზოთ ვივლით თუ არა, იმიტომ რომ თვითონ სხვა ქვეყნის პასპორტს არის ამოფარებული. ეს თემა მოძრაობ მე ლიკა. ოპოზიცია თუ აპირებს რომ შეხვდეს გენერალურს? მე სამწუხაროდ არ ვფლობ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, თუ კი მისი სურვილი იქნება, სავარაუდოდ შეხვდებიან. დაზუსტებით ნამდვილად ვერ გეტყვით. არა, ეს თემა არ არის, სხვა თემა. პასუხისმგებლობას ბუნებრივია ამ აქციებთან დაკავშირებით ვერავინ ვერ აიღებს. მეორე არის ძალადობრივი აქციები, რაც საერთოდ სიტყვა ძალადობას უნდა მოერიდოს ქართული ოცნება რომ გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ხაზს გაუსვამ, რომ არ ვარჩევთ არც მუნდირიანს და არც უმუნდიროს. შესაბამისად, აქეთ, როდესაც დაზარალებულია სამწუხაროდ ერთი პოლიციელი, რომელმაც დაკარგა თვალის ჩინი, აქეთ 500-ზე მეტი ადამიანია, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებითაც კი. ჯერ იმ 500 კაცის საქმე უნდა იქნეს გამოძიებული, რასაც უნდა დაერთოს მათ შორის ამ პოლიციელის დაზიანების გამოძიებაც. ანუ ჩვენ გვაქვს კაფეოდ ჩამოყალიბებული პოზიცია. ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. გინდა პოლიციელი იყოს და გინდა აქტივისტი. რუსთაველის გამზირზე რომ ადამიანის თავით თამაშობდნენ, ეს ვისი წახალისებული იყო. აი, როდესაც ხარებას წარმომადგენლები ურტყამდნენ და ქალებს ასლარიანებს ეძახდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ და მანქანაში წიწაკის სპრეის უხსნიდნენ, ეს ვინ წაახალისე, რომელმა იმჯერა?
არა, ერთი სახელმწიფოს ეს ჩვენ ხო ბანდა-ბანდაზე არა ვარ. ჩვენ ხო ბანდა-ბანდაზე ქუჩის ჭუბი არ გვაქვს. სახელმწიფოს სახელით ძალადობენ ჩვენზე. ფორმა აცვიათ და ისე გვირტყამენ. ეს დიდი სხვაობაა. ქუჩაში უჭუბია აქ ხალხს ერთმანეთთან და არასდროს კარგი შედეგი არ დამდგარა. მაგრამ ბანდა-ბანდაზე ვარ. ის როდესაც პრეტენზია აქვს რომ სამხრეთზე ვებსახურები საქართველოს აწერია, ქალს 100 ლარიანი არ უნდა ეძახოს და ხელბორკილ დადებულ კაცს ციცაკის სპრეი არ უნდა გაუხსნას დაკავების მანქანაში. ჯერ ეს უნდა გამოიძიო, როცა სახელმწიფო ხარ და მერე უნდა იწიყვინოს სხვა რაღაცაზე. უნდა აკეთებდნენ თუ არა ელჩები, დიპლომატები პოლიციის დაშავებაზე განცხადებს, მაშინ როდესაც პარალელურად, როდესაც აქციის მონაწილე შავება ისმის ხოლმე პოლიციელი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, ძალიან სამწუხარო ფაქტია თვალისჩინის დაკარგვა და უნდა იქნეს გამოძიებული, მაგრამ ვინ უნდა გამოიძიოს? ქართულმა განცხადებების თვალსაზრისით ჩვენი დასავლელი პარტნიორები როდესაც ამბობენ რომ ადამიანის უფლებები უნდა იქნეს დაცული, ამ პოლიციასაც აქვს ადამიანის უფლებები და მისი უფლებაც უნდა დაიცვას სახელმწიფო. მარტივად არის საქმე. პოლიციელი არ არის ავტომატურად რაღაც ღირებულება. ჩემთვის ადამიანი არ ღირებულება. გინდა ფორმა ეცვას და გინდა არ ეცვას. კი ბატონო, და საფრანგეთის საერთო ჩვენი მხრიდანაც უმჯობესი იქნებოდა რომ ეს ვიზიტი არ შემდგარიყო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა დასავლეთი საჭიროების შემთხვევაში ჰეზბოლას და ჰამას ესაუბრება და რამენაირად ქართულ ოცნებასაც რომ შესაბამისი მესიჯები გადასცენ, რომლის მთავარი მიზანიც არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ახალი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, კი ბატონო ავიტანთ. კი ბატონო, ჯო ვილსონის შეფასება არის ცალსახად სწორი. ჩვენ მიგვაჩნია რომ ნებისმიერი სახით დამატებითი პროპაგანდისტული საკვები დასავლეთის მხრიდან არ უნდა მიეწოდოს ქართულ ოცნებას, მაგრამ რახან ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ის ჩამოდის და შესაბამისი ვიზიტი დაგეგმილია, მე დარწმუნებული ვარ რომ მის გზავნილები, რომელიც არსებობს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასთან, ახალი არჩევნების დანიშნვის თარიღთან და ცესკოს ცვლილებებთან და სხვა განსაკუთრებით პოლიტპატიმრების განთავისუფლებასთან დაკავშირებით ეს საკითხები იქნება პირდაპირ დასმული, მაგრამ უმჯობესი იყო რომ ამ ფორმით არ მომხდარიყო ამ გზავნილების გადაცემა ქართული ოცნებისთვის. საფრანგეთის საერთო გასავლობაზე როგორც ვიცით, ერთ-ერთი მკაცრების გრანტების შესახებ კანონს მიიღებდნენ. როგორ ფიქრობთ, რატომ იჩქარა საერთო გრანტების გაცემა და რატომ არ საუბრობენ ამ თემაზე? და ვიზა გასცა ეს გრანტი. მათ შორის იყო საბჭოთა წარსულის პროექტის ლაბორატორია და მეორე საბჭოთა კვლევის ლაბორატორიასთან, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან დაკავშირებით მე პირადად არავითარი კითხვის ნიშნები არ მაქვს. ეს არის ძალიან შრომელი ხალხი, რომელიც არიან ამ ქვეყანაში წლებია დაკავებული საბჭოთა ისტორიის ზუსტი კვლევით, რა დაგმართა საბჭოთა კავშირმა. რაც შეეხება რატომ იჩქარა საფრანგეთის საელჩომ, ბიძინა ივანიშვილმა აჩქარა, იმიტომ რომ ირაკლი ყობახიძის გადასაწყვეტი რო იყოს, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიას დახურავს ამ ქვეყანაში ეჭვი არ შეგეპაროთ, იმიტომ რომ იმ კვლევით არ აღმოჩნდება, რომ უკრაინელებმა და ბალტიისპირელებმა მოაწყვეს 9 აპრილი. შესაბამისად, ვინც მათ არ ეთანხმებათ, ავტომატურად მათი მტერია. აქედან გამომდინარე, ეს საფრანგეთის საელჩოს დისკრეციული უფლებამოსილება იყო ვიზა გასცეს გრანტი და ვიზა არა, ამაში ვერ ჩავერევით. მაგრამ თუ ეს NGO რომელზეც საუბრობთ მას გადასცეს ძალიან კარგი საქმე გაუკეთებთ ამ ქვეყანაში. კითხვები ჩნდება, უნდა დააკეთოს თუ არა კომენტარი, რატომ არ აკეთებს საერთო თვითონ შინაარსზე? არ ვიცი, ეს თავად საელჩომ უნდა ჩვენ მივწერეთ შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გასაჯაროდა და ამდენი დღის განმავლობაში საელჩოს მხრიდან არ მიგვიღია პასუხი, თუნდაც რა ნიშნით გამოარჩია ეს NGO და 1 საათით ადრე სანამ მიიღებდნენ კანონს, რატომ მის ასე დაჩქარებულად უნდა ახსნას თუ არა და რა მიზნით არ პასუხობს, შეიძლება თუ არა რომ რემის მალავდეს საელჩო და მე არ ვიცი ამ გრანტის წარმომავლობა როგორია, მაგრამ თუ ეს არის ფრანგი გადასახადის გადამხდელების მიერ შეგროვილი თანხა ბიუჯეტიდან გამოყოფილი, საფრანგეთის ელჩმა უკეთ იცის რაში უნდა გამოიყენოს და ანტისაბჭოთა პროპაგანდის წარმოება ამ ქვეყანაში სტალინური რეპრესიების კვლევა რაც არის და ის საქმიანობა, რასაც ეს ორგანიზაცია ეწევა, ხა მე რო არ ვიცოდე რა ორგანიზაციაზეა საუბარი, თავს არ გამოვიდევდი.
მაგრამ როგორც ერთგული მკითხველი, მათ შორის იმ დოკუმენტების, რომლებსაც ეს ორგანიზაცია აქვეყნებს, ჩვენი ქვეყნის გარეთ ის უმძიმესი საბჭოთა რეპრესიების შესახებ ინფორმაცია გაქვს, მხოლოდ მივესალმები. რაც შეეხება თავად გააკეთებენ თუ არა კომენტარს, ეს არის საელჩოს გადასაწყვეტი და ამაში ვერ ჩავერევი. კარგი იქნება თუ გაკეთდება, მაგრამ ირაკლი ყობახიძეს არ ჯერა, რომ ეს ქვეყნისთვის სასიკეთოა, იმიტომ რომ ირაკლი ხვადაგიანმა როგორც ჩანს უნდა დაწეროს, რომ 9 აპრილი ბალტიელების მოწყობილია და ამას ირაკლი ხვადაგიანი არ დაწერს. შესაბამისად, მე ეჭვმეპარება, რომ ირაკლი ყობახიძე თვლიდეს, რომ ეს კარგ რამეს ხმარდება. გრანტის მიზნობრიობა რატომ არ უნდა იყოს საჯარო ქართველებისთვისაც? მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლება, რომელიც ამ წუთის მდგომარეობითაც კი დილასაც რო შევამოწმე, ამ წუთის მდგომარეობითაც კი არ აქვეყნებს საკუთარ დეკლარაციებს საჯაროდ, მე ნურავის გამჭვირვალობაზე მოექნება პრეტენზია. ისედაც ვიცი ის დეკლარაციები როგორი უსება, როგორი ხრელები აქვს და როგორ შეიძლება იქ ქონების დამალვა ქართული ოცნების აი ამ არაერთი საგამოძიებო ჟურნალისტური დასკვნა და მათ შორის პროკურატურაში გადაგზავნილი შესაბამისი დოკუმენტაცია მაქვს ნანახი. ამასაც კი არ აქვეყნებენ და ეს ხელისუფლება ვის გრანტზე ლაპარაკობს. თავიანთი დეკლარაციებით გამოქვეყნებით დაიწყონ, ვებსაიტი ვერ ავაწყვეტო. ეს არის რაჟდენ კუპრაშვილის პასუხი. ამდენი ხანია არემონტებს კაცი, რამდენი ხანია რაც დაინიშნა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად. ამას რომ მოაგვარებს, აი მე იკითხოს ფრანგული ფული სადმე ის. მე უნდა გითხრათ პატრიარქის ეპისტოლეს. თუ იზიარებთ კრიტიკას ეპისტოლის მიმართ, რომელიც ოპოზიციური არხებიდან ისმოდა. და რასთან დაკავშირებით არის კრიტიკა? ეპისტოლის, პატრიარქის ეპისტოლის. არ ვიცი, მე პატრიარქის ეპისტოლის ჩვენ მოусმინეთ. ოპოზიციური არხებიდან ისმოდა კრიტიკა აი ამასთან დაკავშირებით. ხო, მაგრამ საკითხი უნდა ვიცოდე, რაზე აკრიტიკებდნენ. თვითონ ეპისტოლის აკრიტიკებდნენ. ხო, მაგრამ იქ ხომ თლიან ეპისტოლის არავინ არ გააკრიტიკებდა. არ ვიცი, მე ჩემ პოზიციას გეტყვით, არ ვიცი ვინ რას აკრიტიკებდა, მაგრამ პატრიარქის ამ ეპისტოლეში ქართულმა ოცნებამ ვერავნაირი დასაყრდენი ვერ ნახა. ეს თამამად შემიძლია თქვა. ამიტომ შესაბამისად მე არაფერი არ მაქვს იქ გასაკრიტიკებად. არ მისმენია აღდგომის პერიოდში დაკავებული ვიყავი ოჯახთან ერთად ყოფნით და სასაფლაოზე გასვლით და მათ შორის ოპოზიციურ არხებსაც ნაკლებ ყურადღებას უთმობდი. რაც შეეხება პატრიარქის ეპისტოლეს, როგორც მართლმადიდებლური მრევლის წარმომადგენელს, ჩემთვის იქ რასაც მოусმინე და ის მონაკვეთები რაც ვნახე, იქ არაფერი მიუღებელი არ ყოფილა. რომ 2030 წლისთვის ყოფილი კავშირის წევრი და მშვიდობისა და ასევე იმას ამბობენ, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, ერთ-ერთი პარტიებაც რომლის დროსაც ომი არ ყოფილა საქართველოში. აი მათი განცხადებები რომ შევაფასოთ. მათ ამ განცხადებაში იყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა უსამართლო სასამართლო საქართველოშიო და არჩევნების გაყალბება. აი ზუსტად ამ ხაზის გაგრძელებაა ესეც. ანუ მათ არაერთი რამე აქვთ გაცემული დაპირება და ევროპას რაც სიკეთე მოუწია ამ ქვეყნისთვის და რაც დავიმსახურეთ ეს რაღაცა ისე კი არ არის წყალობა რაც ჩვენ მიგვიღია ეს კარგად უნდა გვესმოდეს მე ამ დამოკიდებულებას არ ვიზიარებ ქართულმა ხალხმა დაიმსახურა ვიზა ლიბერალიზაცია და არა ქართულმა ოცნებამ ამ რომელიმე ხელისუფლება ამის დაკარგვასთან როცა ვართ ესე ახლოს ის ხელისუფლება არ უნდა ლაპარაკობდეს რომ 2030 წელს გაგვაწევრიანებს სადმე ხელს არ ართმევენ ამ ხალხს თქვენ რა გონიათ რომ ენერგიას იშურებენ რომ უბრალოდ საღამოს ტვიმ-ზე რომელიმე სახელმწიფოში რაღაცა ვიზიტი კონდეს დაგეგმილი ევროპაში და ფოტოს იღებდეს და ამას აჩვენებდეს თავიანთ ამორჩეველს ვერ ახერხებენ ამას იმიტომ რომ შეუძლებელი კეთროვანი ხელისუფლებაა და ეს უნდა გავიაზროთ ვისაც ამ ქვეყანაში უნდა უვიზო მიმოსვლა ვისაც უნდა ევროპული განათლება ევროპული სოციალური დაცვის სისტემა უნდა იცოდეს ქართული ოცნება ამას ვეღარ გააკეთებს კი ბატონო, ამასთან დაკავშირებით გააკეთო განცხადებები და ამ ქვეყანაში ომი არავის არ უნდა. თუ კი ვინმეს არ უნდა ომი, მე ნამდვილად არ მინდა ამ ქვეყანაში ომი. იმიტომ რომ დავიბადე სახელმწიფოში, სადაც არ იყო შუქი, რომელიც იყო განადგურებული, იყო დსთ-ის წევრი და დავიბადე სახელმწიფოში, სადაც აფხაზეთში და
ცხინვალში და ცხინვალის რეგიონში შესulis უფლება არ აქვს და ომი არ მინდა მე ამ ქვეყანაში. მინდა რომ ერთიან საქართველოში ვიცხოვრო და ქართული ოცნების აი ეს მუდმივი საუბარი რომ ვიღაცას ომი უნდა სინამდვილეში არის მხოლოდ და მხოლოდ ამაზე დატოვებული რომ ქვეყანა როდესაც რჩება მარტო რუსეთის წინაშე და აღარ აყავს მოკავშირე სინამდვილეში აი ამ ხელისუფლებას უნდა ომი. და ჩვენ თუ მარტო დავრჩით აი მარტო თუ დავრჩით და სოფლიოში კაცი არ დავრჩა მომკითხავი მე ტექნიკური საკითხი იქნება უკვე ამ ქვეყანაში იმ უბედურების დაწყება რასაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს და რუსეთის ურთიერთობის პირველივე დრიდან აკეთებს. რუსეთის საოკუპაციო ხაზს აკონტროლებს ეგრეთ წოდებული დოზორის სათვალთვალო კამერებით. ირაკლი შაიშმელაშვილი ყვება რომ მაგისტრალსაც კი აკონტროლებენ. აი ოცნების რეჟიმი რატომ არ იყენებს სათვალთვალო სისტემებს, რა შეჭირდება ეგრეთ წოდებული მყარი ზონების საოკუპაციო ხაზზე და აი სრულიად მიტოვებული როა ფაქტობრივად იქაურობა აი თქვენი შეფასება. ჩვენ მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც უკვე არაერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც ქართველს იტაცებენ საოკუპაციო ხაზიდან და იქ მშვიდობა არ არის საოკუპაციო ხაზიდან და ან უმძიმეს ფიზიკური დაზიანებით აბრუნებენ, ან ცოცხალს აღარ აბრუნებენ და ამ ვითარებაში ქართველს საერთოდ არ აინტერესებს იქ ადამიანების დაცვა. ისინი თვლიან რომ მშვიდობა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მათ სადარბაზოებში და მათ ბინებში და არ აინტერესებთ იმ ადამიანების ყოფა, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზთან. და ეს ქართული ოცნების ბუნებრივი მდგომარეობაა, იმიტომ რომ ისინი რუსებს ვერაფერს ვერ უბედავენ. ახლა არავინ არ მინდა რომ ჩათვალოს რომ რაღაცა ეს თითქოს საშინელი ტერმინი არ გაღიზიანების პოლიტიკა, მაგრამ ესეც ქართული ოცნების დამკვიდრებულია, ხო? ეხლა მე როდესაც დასავლეთში მივდივარ, ვიცი ის მონაკვეთი, სადაც რუსები 500 მეტრში დგანან. იმ ადგილას არაფერი განსაკუთრებული არ შემინიშნავს, რომ რაღაცა თავდაცვითი საშუალებები იყოს და ბედის ანაბარა არიან ის ადამიანები მიტოვებული და სხვათა შორის ირაკლი ყობახიძე შევახსენებ. ეს არის ჩვენ ყავს დღეს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების სტანდარტისთაც კი სამარცხვინა, რომელიც პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც არ არის ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან. ქართული ოცნების ოფისთან თუ მშვიდობა ეს არ ნიშნავს, რომ იქ მშვიდობაა. და აი, როდესაც ესეთი ხელისუფალი ყავს 9 აპრილს რომ ბალტიისპირელებს ეძებს რუსთაველის გამზირზე, ნუ ახლა არ მიყვირს რომ საოკუპაციო ხაზს არ იცავს.